კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის თამარ დელეტეს მასშტაბური ექსპოზიცია გამოჩენილი ფრანგი შოკოლადის შალ-შავანეტის შოკოლადის კოლექციით დაიხურა. გამოფენას ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა და საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. პრეზენტაცია ეძღვნებოდა არა რომელიმე ფერწერული ტილოს ან რომელიმე დროს თამარ დელეტეს შემოქმედებისა, არამედ მისი შემოქმედებით შთაგონებულ შოკოლადების კოლექციის პრეზენტაციას, რომელიც სპეციალურად თამარ დელეტესთვის ჩვენი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისა და მისთვის პატივის მიღების მიზნით დაამზადა შატო დუ შოკოლა, ეს გახლავთ ფრანგული მეშოკოლადეების კომპანია. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მუზეუმის ახლო მეგობრებს ექნებათ მოგონება საახალწლო სუფრაზე, სწორედ თამარ დელეტე ვაჩნაძის გამოფენისადმი მიძღვნილი შოკოლადით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია, იმიტომ რომ თავად შოკოლადი არის ხელოვნება და ერთის მხრივ სახვითი ხელოვნება, მეორეს მხრივ კულინარიული ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუში ძალიან ლამაზად დაუკავშირდა ერთმანეთს და თამარ დელეტე ვაჩნაძის ხსოვნა და მისი ხელოვნების დაფასება სწორედ აი ამ სახით მოხდა. ძალიან ბევრია ისეთი ხელოვანი კულტურის მოღვაწე, ვინც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ჩვენ ნაკლებად გვაქვს მათ შესახებ ინფორმაცია. თამარ დელეტე ვაჩნაძე არის ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო როგორც საფრანგეთში, ასევე ბრაზილიაში, თანამშრომლობდა კრისტიან დიორის მოდის სახლთან, იყო უნიჭიერესი ადამიანი, მრავალფეროვანია მისი მოღვაწეობა, როგორც თეატრის, ბალეტის, სცენოგრაფიის მხრივ.